მცირეწლოვანი ბიჭების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ კახეთის ერთ-ერთ სოფელში. აქ ყვებიან, რომ 7 წლის ბავშვის გაუპატიურება მისივე თანასოფლელმა 12 წლის ბიჭებმა სცადეს. თუმცა მათი თქმით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტი ერთი თვის განმავლობაში უკვე ორჯერ მოხდა. რა მოხდა სოფელში? დეტალები დღეს ნინო სამიაშვილმა გაარკვია. დღეს კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოგვიყვნენ, რომ 12 წლის ბიჭმა 7 წლის მეზობელი ბიჭის გაუპატიურება სცადა. მეზობლების ინფორმაციით შემთხვევა მათ უბანში ერთი თვის წინ მოხდა. მოძალადები პირველ კლასელ ბიჭს ემუქრებოდნენ, რათა ამის შესახებ მშობლისთვის არ ეთქვა. ჩვენ დღეს დაზარალებულის ოჯახშიც ვიყავით, ისინი სახლში არ დაგვხვდნენ, მათი ნათესავის ინფორმაციით თავად დაზარალებულის და მოძალადების ოჯახები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ამის შესახებ პოლიციას არ გაიგო. 7 წლის ეს ბავშვი პირველ კლასელი იყო და მეზობლებმა გაიყვანეს და გაუპატიურეს რა ორმა ბიჭმა. ერთი თვის წინ ბავშვს აშინებდნენ, რომ მოკლავთო აშინებდნენ და ოჯახში არ ეუნებოდნენ და მე მეზობლის ბავშვს იქვე უთქვია მშობლების რომ დედაო ესე გაუკეთაო, გაუპატიურაო და მე ამ ბებია ერთ-ერთი ბავშვის ბებია გადმოვიდა და უთხრა რომ თქვენ ბავშვზე ესე იძალადაო ამ ბავშვმა და რა ვიცი ეს გაჩუმდნენ მშობლები ან მიუვარდნენ და არანაირი არაფერი არ ათქმულა. ამ ფაქტის შესახებ უბანში თითქმის ყველა მიცის, ისინი ამბობენ, რომ ოჯახი არჩივის და სწორედ ამ მიზეზით ისინი ცდილობენ, რომ ეს შემთხვევა არ გაახმაურონ. და ვიცი ბავშვები იყვნენ და ბავშვურად თავიანთი ჭკუით რაღაცა მოუხდათო რა. და ერთმაც დათმო და მეორემაც რაღაცა აპატია. არიჩივლეს პოლიციაში? არა. ბავშვურად რაღაცა მოუვიდათ. და ვერ მივხვდით იმ ახალზე და ის რა მოხდა რა, სანამ გაირკვა, სანამ პოლიციაში აი რა მიზეზით არიჩივლეს? არ ვიცი, თავიანთ გადასაწყვეტია, რა ვიცი. თქვენ კითხეთ რა მოხდა რეალურად, რა გითხრეს ოჯახის წევრებმა? ბავშვურად რაღაცა მცდელობა იყო რა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე სკოლის დირექტორსაც ვესაუბრეთ, მან გითხრა, რომ ამის შესახებ პოლიციისთვის არ შეუტყობინებია, თუმცა შიდა მოკვლევა ჩაატარა, მან თავად დაკითხა ეს მოსწავლეები და გაარკვია, რომ ეს ფაქტი არის არასწორი და მის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დაადასტურა, რომ ფაქტი არ არის მართალი. არანაირად არ ადასტურებენ, ხან შეატყობინეთ ამის შესახებ სამართალდამცველებს? ამასთან გამწევს მე რა თქმა უნდა ვერ შევატყობინებდი, იმიტომ რომ ჭორის დონეზე გავიგებთ, რომ გადავამოწმე და დავინახე არაფერი იყო, არ შევატყობინე. როგორც ამ სოფელში გვითხრეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტი 3 კვირის წინაც მოხდა, მაშინ 14 წლის ბიჭმა 5 წლის ბიჭი გაუპატიურა. მეორე შემთხვევა მოხდა იქ უბანში. ხო და იგივე ის რასახიან, იგივე შემთხვევა იყო და ის ბავშვი გაასახლეს. უნდა წაიყვანეს, რომ ბავშვი გაარიდეს, რომ ეშინოდა ამ ბავშვისა, რომელმაც გაუპატიურა იმ ბავშვისა, ძალიან ეშინოდა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდით, ისინი ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, გითხრეს, რომ მოკვლევა ჩატარდა, თუმცა შემთხვევა არ დადასტურდა. ამ სოფელში კი ამბობენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი ამ ორი ფაქტის შემდეგ ბავშვების გარეთ გაშვების ეშინიათ. ბავშვებს გარეთ ვერ უშვებ ჯიშით. მართლა ვერ უშვებ, ისე მეშინია, აი ტაში ჟურნალისტები უს და ვერ უშვებ.